საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგი ანგარიში ხალხს ნიკა გილაურის საკონდიტრო საწარმო ტკბილი ქვეყნის თანამშრომლებს შეხვდა. პრემიერმა მთავრობის გასული წლის მუშაობა შეაჯამა და 2011 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მომავალი წლის მთავარ საკითხად კვლავ დასაქმება რჩება. ნიკა გილაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე, ბიზნესის განვითარებასა და კერძო სექტორის მნიშვნელობაზე. პრემიერმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით ქართული ბაზარი კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდა. სწორედ ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი კიდე. ამ წლის განმავლობაში რთული წელი იყო, მარტივი წელი არ იყო ნამდვილად, თუმცა ის ფაქტი, რომ 6%-იანი ზრდა გვაქვს ცხადთვის მონაცემებით ეკონომიკის, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ვარაუდობთ, რომ მომავალ წელს 4.5%-იანი ზრდა გვექნება, რაც გარკვეულწილად კიდევ უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს, კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავს საქართველოში და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ მთავარი მიზანი იყო, არის და დარჩება აუცილებლად სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, უმუშევრობასა და ბრძოლა. ეს არის ნომერი 1 ეკონომიკური პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვეტოთ.